მე კატეგორიულად არ მოწონს ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკა და მე მგონია რომ ამ პოლიტიკით ადამიანებს კლავთ. მე ბევრჯერ მithქვამს რომ ეროვნულ ბანკში აფერისტები და ძარცველები მუშაობენ. მე მგონია რომ გებუაძე მოიქცა უღირსად და ზია მაღობელი უდანაშაულო ძის ციხეში. თქვენ რა კანონის არ უნდა მიიღო, ჩემი აზრი არ შეიცვლება. მე უბრალოდ მაინტერესებს. მე ამას თუ ვაპარაკობ, დამნაშავე ვარ? თუ მართალი ვარ? აი თუ აღმოჩნდა რომ მართლა ასეა, რომ ისინი ძარცველები და აფერისტები არიან, რომ კანონმდებელმა ამორალური კანონი მიიღო, რომელსაც მე დაგავალდებულად თქვენ აღასრულოთ და პოლიციელმა ცუდად მოიქცა. თუ აღმოჩნდა რომ მართალი მე ვარ, ხო იცით რომ ბევრი ასეთი შემთხვევა იყო ისტორიაში, როცა ერთი ადამიანი იყო მართალი და დანარჩენ საზოგადოებაც ცდებოდა. მაშინ რა სიზამთრე? გამოდივართ კონსტიტუციის და კანონის სულისკვეთებიდან. ეს სულისკვეთება ამბობს, როდესაც თქვენ სხვის ღირსებას შეეხებით და სხვის პიროვნულ, ასე ვთქვათ, თავდასხმას გააკეთებთ. მის მიმართ სიძულვილის ენას გამოიჩნდა და არა ის, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ საკითხებზე პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებთ და შეფასებას გააკეთებთ და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს სასახად დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და კონსტიტუციურად ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, არა მხოლოდ თქვენ, ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის უფლება. აქ საუბარია ლანძღვა გინებაზე, შეურაცხყოფელ გადაკიდებაზე, რაც ადამიანის ღირსებას ლახავს. განჭვეტადობა როგორ განჭვეტადობა არის ძალიან მარტივად. არ უნდა მიემართებოდეს კონკრეტული პირის ღირსების შელახვას. ეს არის დაცული და რო დაუძახო, შეიძლება თქვას რომ ღირსებას შევახე. ის დაუძახე, გააჩნია. ხო, აქ უნდა ჩანდეს ვის მიმართეთ თქვენ. ეროვნული ბანკის თანამშრომლების მიმართ. ხო, ანუ კონკრეტულ პიროვნებებს ასახებთ. მისი პრეზიდენტის ჩათვლით, იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანია, ნათია თურნავა ქვია. მე მგონია რომ თქვენ ამბობთ, რომ კონკრეტული წევრებს, კონკრეტულ ადამიანებს მიემართება, ამ შემთხვევაში ეს იქნება ამ ადამიანების მიმართ შეურაცხყოფა და შეურაცხყოფელი გადაკიდება, ხო? ხო, შეიძლება მართალი ვიყო. ხო, აღმოჩნდა რომ აღმოჩნდეს, აი ბოლოს და ბოლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეში ზის. აი ხო შეიძლება აღმოჩნდეს რომ მაღალი თანამშრომელი მართლა აფერისტი იყო და მე ამას ვამბობდი და თქვენ კიდე დამსაჯოთ. ეს როგორ არის თავსებადი? თვითონ სასამართლოში რომ გრამე განხილვა იწყება ბანკსა, კომერციულ ბანკსა, ეროვნულ ბანკს შორის სასამართლო კანონით ეროვნულ ბანკს ენდობა პირდაპირ, რასაც ის ამბობენ რა, ასე იწყება. ბანკმა უნდა ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. და წარმოიდგინეთ რომ ეხლა მე თუ ვამბობ რომ ისინი აფერისტები არიან, ფულს რაღაც იპარავენ, რაღაცას ვაბრალებ, რომ შეიძლება შეურაცხყოფელი იყოს თუ ის უდანაშაულოა. ნამდვილად შეურაცხყოფელი იქნება პატიოსადამის რო უთხრა. მაგრამ თუ მე დარწმუნებული ვარ და მართალი ვარ და მე ზოგადად რასაც მე ეროვნულ ბანკ პრეტენზიას უყენებ, მე დარწმუნებული ვარ რომ მართალი ვარ. რომელმა მოსამართლემ უნდა გაარჩიოს ეს? ანუ ეროვნული ბანკის პოლიტიკას გავარჩევთ სასამართლოში, რომ დაადგინონ, რომ ისინი მართლა ხალხს დარწმავენ? ეს ხო შეუძლებელია მოსამართლის ცოდნა კომპეტენციით გამოდერე, თუნდაც ეროვნული ბანკის ორგანული კანონში წერი იმას თუ დავეყნობით. იქნებ მართალი ვარ. მაგას ვამბობ. როგორ გავარჩიოთ ეს? მართალი ვარ, მე ვალდებული ვარ პოლიტიკურად ეს გავაკეთო. მე ვალდებული ვარ ხალხის ძარცვა გავაჩერო და ძარცველი უთხრა, ამორალურ ადამიანს ამორალური უთხრა სახეში. ეს ჩემი საგრისა მოვალეობაა როგორც პოლიტიკოსის და თქვენ მეუბნებით, რომ ის შეურაცხყოფილი არის და მე